გაიხსენე ეს იგავი, როცა რაღაც ისეთი ხდება შენს ცხოვრებაში, რაც არ გინდოდა და არ გეგმავდი. ერთ მეფეს მსახური ჰყავდა, რომელიც მუდამ იმეორებდა. შემოქმედს თითოეულ ჩვენგანზე თავის ჩანაფიქრი აქვს და მისი ზრახვა ყოველთვის იდეალურია. ერთხელ მეფე სანადიროდ წავიდა ამ მსახურთან ერთად. ნადირობისას მეფე დაშავდა და თითი დაკარგა. დიდება ღმერთს, შესახა მსახურმა. ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით ხდება. მეფე ძალიან განრისხდა ამ სიტყვებზე და მსახური საპყრობილეში ჩააგდო. შემდეგი ნადირობისას მეფე შემთხვევით ტყის ბინადარმა ტომმა შეიპყრო და მისი თავიანთი ღმერთისთვის მსხვერპლად შეწირვა გადაწყვიტა. თუმცა იმის გამო, რომ მას თითი არ ჰქონდა, გაუშვეს, რადგან თავიანთ ღმერთს ვერ შეჰკადრებდნენ დასახიჩრებული მსხვერპლის შეწირვას. მეფემ დაბრუნებისთანავე გაათავისუფლა მსახური, მაგრამ დამწუხრდა და უთხრა: მაპატია რომ ამდენი ხანი დაგამწვდიე. არა, უპასუხა მსახურმა. საპყრობილეში რომ არ ჩაგეგდე, ნადირობისას შენთან ვიქნებოდი და შენთან ერთად შემიპყრობდნენ. მე კი ყველა თითი მაქვს და ნამდვილად შემწირავდნენ მსხვერპლად. ასე რომ მადლობა, შენი წყალობით ისევ ცოცხალი ვარ. მორალი კი ასეთია: ყოველთვის გახსოვდეს, როცა რამე გაუთვალისწინებელი ხდება შენს ცხოვრებაში. ესე იგი ღმერთს გაცილებით უკეთესი გეგმა აქვს შენთვის. თუ აქამდე თვალს არ გვადევნებდი, შეიძლება მეტად ვეღარ თქვნახო. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და არ გამოტოვეთ შემდეგი დღის რჩევა.